უდაბნოში გახსოვთ თქვენ ალბათ ჩვენ ერთად დავდიოდით ხოლმე წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან სერიოზული არა მარტო უდაბნოს თელ საგარეჯოს აქვს ეს პრობლემა უწყლობის, მაგრამ იქ განსაკუთრებით მძიმეა, გამომდინარე იქიდან რამდენად მოშორებულია დანარჩენ ქვეყანას და ჩვენ მათ შევპირდით, რომ ერთ-ერთი პირველი რითი დაინტერესდებოდით იყო სწორედ ეს წყლის სისტემა, რომ გამართულად მუშაობდეს. ეხლა თქვენ თვითონაც ხედავთ აქ რა მდგომარეობაა, ნახევარი წყალი იკარგება. 97 წელსია ეს გაკეთებული და იმის მერე არავის არ გახსენებია, რომ ამდენი წლის მანძილზე, ბოლო 9 წლის მანძილზე შეიძლებოდა რომ მთლიანად რეაბილიტაცია მომხდარიყო, იმდენი ფული დაიხარჯა წყლის გამართულ მიწოდებაზე საგარეჯოს რაიონში, მაგრამ არა უშავს ყველა ეს ძველი პრობლემა ჩვენი გადასაწყვეტია დღეს და ეხლა გამოვედით რომ ფიზიკურად გვენახა ადგილზე რა მდგომარეობაა, სადგურზეც ჩავალთ, სადაც გვეუბნებიან რომ უფრო მძიმე სურათია, მე მინდა რომ ეს ნახოს საზოგადოებამ. ეს არის უდაბნოს სათავე ნაგებობა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული უდაბნოსთვის წყლის მინერალების სათავე ნაგებობა, რომელდანაც წყალი გროვდება ქვემოთ რეზერვუარში და ელექტროენერგიის გამოყენებით მიეწოდება უდაბნოს მოსახლეობას, მაგრამ იმის გამო რომ თვითონ ეს ჭაბურღილებიც არის ფაქტიურად გამოსული ექსპლუატაციიდან და ძალიან ცოტა დებიც იძლევა წყლის და ასევე ის ტრასა რომელიც მიედინება უდაბნოში არის უკვე ფაქტიურად წყლიდან გამოსული, ინტენსივობა წყლის მიწოდების ძალიან შემცირებულია და დაკლებულია. ეს უდაბნოს აქვს წყლის პრობლემა და უახლოეს მომავალში ალბათ აღუდგება წყლის პრობლემა, დაზიანებულია თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ ჭაბურღილები და ამის რეაბილიტაციას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. და ვინ დააფინანსებს ამის რეაბილიტაციას? რაღაც ნაწილი ალბათ ცენტრის დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ხარჯებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო უმეტესი ნაწილი თანხის ტრანსფერის სახით წამოვა.